ტერორისტების თავშესაფარი ნარკოტრასა და უკონტროლო მდგომარეობა ტერიტორია, საიდანაც გამდიდრებული ურანი შემოდის, ეს ეგრეთ წოდებული შავი ხვრელებია რუსეთის საქართველოში დესტაბილიზაციის შექმნას აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან ცდილობს. სპეცოპერაცია იანვრის გარდა სპეციალისტებმა ნარკოტიკების რეალიზაციის სქემაც გაშიფრეს. დადგინდა, რომ ოკუპირებული ზონებიდან რადიოაქტიური ნივთიერებები შემოდის. რას ნიშნავს შავი ხვრელი და რა საფრთხე ემუქრება კავკასიას, ნახეთ ეკასოსელიას სიუჟეტი. რას ნიშნავს შავი ხვრელი და როგორ უშლიან აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ხელს კავკასიის უსაფრთხოებას? ეს არის გზა, რომლითაც რუსეთი საქართველოში დესტაბილიზაციის შექმნას ცდილობს. ტერორისტული აქტები და აფეთქებების სერია, რომელიც სწორედ ოკუპირებული რეგიონებიდან იმართება. ამის მაგალითი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაშიფრული სქემაა. უკვე დაკავებული 6-კაციანი ჯგუფი საქართველოში განსახორციელებელი აფეთქებების შესახებ დავალებებს გალში რუსი მაიორისგან იღებდა. ექსპერტები ფიქრობენ, რომ ეს შეშფოთების საფუძველს იძლევა და თან არა მხოლოდ საქართველოსთვის. ეს არის ნახევრად კრიმინალური, მთლიანად კრიმინალური რეჟიმები არა, დამყარებული ეთნოწმენდაზე, რაც იმ რეგიონებში ჩაატარეს და შესაბამისად რეალურად ვითარებას აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონში ვერავინ ვერ აკონტროლებს და აქ ძალიან კარგი ადგილია ეს თქვა სპეცსამსახურების საქმიანობისთვის, რადგანაც იგივე თქვა რაც მოხდა ბოლო პერიოდში გალის რაიონშიდან დაკომპლექტდა იმ ადამიანთა ჯგუფი. სპეციალისტები ოკუპირებულ რეგიონებს შავ ხვრელს მხოლოდ ამიტომ არ უწოდებენ. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთისთვის ნარკო და კონტრაბანდისტულ ტრასად იქცა. სპეციალისტებმა ნარკოტიკების რეალიზაციის სქემაც გაშიფრეს. ნარკოტიკები შუა აზიიდან რუსი გენერლების ხელით რუსეთში ხვდება, რუსეთიდან აფხაზეთში, სოხუმიდან კი ევროპის ქვეყნებში გადის. ამბობენ იმასაც, რომ შუა აზიური ნარკოტიკები თავს ტყვარჩელში იყრის. თბო ელექტროცენტრალის მიტოვებულ შენობაში კი მათი გადამუშავება ხდება. რკინიგზასა და საზღვაო მარშრუტ შესაძლოა სრულიად უკონტროლო ბაბუშერას აეროპორტის დაემატოს. წლების განმავლობაში ეს რეგიონები გამოიყენებოდა როგორც ნარკოტიკების, იარაღის სატრანზიტო რეგიონები. ნარკოტიკების შეტანა და გადაზიდვა აფხაზეთის გავლით ხორციელდებოდა. უკონტროლო მარშრუტები რადიოაქტიური ნივთიერებების, კერძოდ მაღალ გამდიდრებული ურანის გავრცელების გზადაც იქცა. 2006 წლის 1 თებერვალს რუსეთის მოქალაქე ოლეგ ხინცაგოვი დააკავეს, რომელმაც სამ პირთან ერთად 100 გრამი გამდიდრებული ურანი შემოიტანა. კონტრაბანდისტული მარშრუტი რუსეთის გავლით ცხინვალზე გადიოდა. ხინცაგოვს 8 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. უკვე გამოვლენილი ფაქტების მიხედვით ექსპერტებმა რადიოაქტიული ნივთიერებების გავრცელების კონკრეტული სქემები და გზები შეისწავლეს. ურანი რუსეთიდან ძირითადად ოკუპირებული ზონების გავლით შემოდის. შემდეგ კი მის გაყიდვას მეზობელ ქვეყნებში ცდილობენ. იქ არის ძალიან ბევრი ინტერესები, ეს არის სამხედროების ინტერესები, ეს არის FSB-ს ინტერესი, ეს არის რუსული პოლიტიკური ელიტის ინტერესები, სხვადასხვა ინტერესებია, ნებისმიერი მიმართულება დაკავებულია სხვადასხვა კორუფციული სქემებით, იარაღის გაყიდვა იქნება ეს თუ თქვათ იგივე მირთული რადიაციული გამოსხივების შემცველი ნივთიერებებით ვაჭრობა და ასე შემდეგ, ისე რომ აქ რაღაც ერთიანი მოწესრიგებული კონტროლი არ არსებობს, თუნდაც უკანონო. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის როგორც კონტრაბანდისტული მარშრუტის არსებობა საფრთხეს ევროპისთვისაც შეიცავს. აუცილებელია ოკუპირებულ ზონებში მინიმუმ საერთაშორისო დამკვირვებლები მაინც შევიდნენ.